გაცილებით ასე მოიქნება რა თქმა უნდა. ექვიაშვილი გამოჩნდა უკვე. ისიც დინამო ხედავ დინამოს ფეხბურთელებს მე ვთქვი ევროთასებზე და ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Queen-ის სიმღერის ფონზე ჩვენ ვართ ჩემპიონები ეს უკვე ძალიან დიდი ხნის ტრადიცია არის და ყველა ქვეყანაში გრძელდება ეს ყველაფერი სადაც ვინმე ალბათ უკეთეს რამეს არ მოიფიქრებს და არ შექმნის ამ დაუვიწყარი მელოდიის ფონზე სიმღერის ფონზე ჯილდოვდებიან დინამოს ფეხბურთელები და უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო რომ თავარი არის ევროთასებზე გამოსვლა დინამოს მე მინდა ამჯეროდეს და მინდა რომ ასე იყოს რომ დინამო თავის სიტყვას იტყვის და ყოველთვის მინდა ყოველთვის გსურს რომ რაც შეიძლება უკეთესად გამოვიდეს ის რა ხედავთ ახლა ეს რაღაც სინანულის რემლებია ეს ჯიღაურია 51 ნომერი მაისური კეცვა მაგრამ ჯიღაურია ნამდვილად ფეხბურთელი რომელიც დინამოს ეკუთვნის და შეიძლება მომდევნო სეზონი უკვე დინამოს შემადგენლობაშიც დაიწყოს ეს ჯერჯერობით უცნობია ხედავთ ფეხბურთელთა ნაწილი ისევ მოედანზე ბრუნდება რაც შეეხება ევროთასებს დინამო პირველ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე გეტყვით რომ 15-დან 16 ივლისს ჩაატარებს და 23 ივნისს გავიგებთ დინამოს მეტოქეს ისევე როგორც შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩიხურა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს და ეს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპის ლიგის დაიწყება 3 ივლისს იმედია ჩიხურა ნავს გატეხს პირველ გამარჯვებასაც მოიპოვებს ევროთასებზე და კიდევ უფრო წარმატებული იქნება მისი გამოსვლა ეს დინამოს გულშემატკივარია რა თქმა უნდა მირაკლი ვაშაკიძე გუნდის სპორტული დირექტორი მისთვისაც სიახლეა ალბათ ამ თანამდებობაზე მუშაობა დინამოს ყოფილი ფეხბურთელი შამპანიურები რა თქმა უნდა მომზადებული ასეთი შემთხვევისათვის აუცილებლად და შამპანიურის გარეშე ფასი ნამდვილად არ აქვს ასეთი წარმატების აღნიშვნას კარგია დღეს ხვალ შეიძლება წარმატების აღნიშვნა მაგრამ მთავარი და მოემზადოს გუნდის სათანადოდ ევროთასებისათვის რა შემადგენლობით რომელი მწვრთნელით ამას მოგვიანებით ბათუნაიშვილი ძალიან დამსუხრებულია და სუფთა ადამიანური თვალსაზრისით ძნელი არ გაუგო ამ ფეხბურთელს ძალიან ძნელი ლორია კი მზად არის თასის მისაღებად შამპანიურები გასახსნელად ყველას მზად აქვს ძალიან საინტერესოა ესეთი კადრები ყოველთვის ზუიაც იჭინავა რევაზარულაძე ჩამოვიდნენ უკვე თასთან ახლოს არიან და ბატონ ლევან ყიფიანი ალბათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ერთობლივად გადასცემენ თას შამპანიურების წვიმა და სანუკვარი თასი ძალიან კარგი ამ ყველაფრის ყურება ძალიან კარგი ამ ყველაფრის სქერა ლამაზია ყოველთვის სასიამოვნოა ფეერვერკი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის თავზე და დინამომ თავისი კუთვნილი თასი ჩაიბარა ვერავინ ვითქვის რომ არ დაიმსახურა დინამომ წელს ჩემპიონობა და თასი გუნდმა მეცხრედ შეასრულა დუბლი კიდევ ერთხელ სეზონში მოიპოვა ჩემპიონობა და თასი ერთად დიდი მადლობა ყველას ყურადღებისათვის თავარი ყველაფერი ვნახეთ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ამით საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასრულდა ველოდებით შემდეგს და ველოდებით გაცილებით უკეთეს მომავალ შეხვედრამდე